ანა, ბოლოს როდის იყავი ბანკის ფილიალში? ბოლოს ბანკის ფილიალში ვიყავი დაახლოებით 4 თვის წინ ალბათ. და რა საქმეზე იყავი? განმეორება, სამხმარებლო სესხი გავაკეთე. და ტელეფონით ვერ იზამდი? ეგრე დამჭირდა რომ გამეკეთებინა რაღაცა პროდუქტი მინდოდა რომ გამომეყენებინა თან და ეს ტელეფონით მე თვითონ ვერ გავააქტიურებდი და მომიწია რომ მივსულიყავი ფილიალში. დღეს ზუსტად ამაზე ვისაუბრებთ ძვირფასო მაყურებლებო, სად ვიყავით და სად მოვედით, ხო? ანუ ბანკის ფიზიკური ფილიალები, რაღაცა დაუსრულებელი რიგები, სალაროები, ქაღალდის ბიუროკრატია და დღეს, როდესაც ყველაფერი ჩვენს მობილურ ტელეფონებშია გადასული და შეიძლება ითქვას, რომ მობილურ ტელეფონში გვაქვს ბანკის ფილიალი, სადაც თითქმის ყველაფერს ვაკეთებ და ანასი არ იყოს, შეიძლება რაღაცა 4 თვეში ერთხელ მოგვიწიოს და ისიც არა ბანკის ფილიალში მისვლა და სწორედ ამ თემებზე მინდა ვისაუბროთ. სანამ საუბარს დავიწყებთ, მოგიწოდებთ რომ გამოიწეროთ 64-ის YouTube არხი და ასევე გამოგვყვეთ სხვა სოციალურ პლატფორმებზე ძალიან საინტერესო ვიდეოებს გთავაზობთ იქ. შენ როდის იყავი ბოლოს ფილიალში? არ მახსოვს სიმართლე რო გითხრა, მაგრამ მეც თუ მიწევს ფილიალში არის ისეთი საქმე, რომელსაც ფიზიკურად თქვათ ონლაინ ვერ გავაკეთებ, მაგრამ თითქმის ყველაფერს გაკეთება შეიძლება. რო დარეკავ და გეუბნებიან, რომ ისიც ფილიალში მიბრძანდით, სხვანაირად არ გამოვა. ხო, დაახლოებით ეგრე. ხო. და ეხლა ქეში გიდოს საფულეში? თუ გიდოს რამდენი? $1 მიდევს ის ხე სიმბოლურად რო უდევთ ხოლმე საფულე. არ მიდევს, შენ წარმოიდგინე, ანუ ხანდახან მიდევს ხოლმე 10-15 ლარი ალბათ მაქსიმუმ, იმიტომ რომ საფულემს მას ხო რა ფაქტობრივად ფუნქცია დააკარგა, რეალურად არის რაღაცა იმის ბარათების შესანახი. მე საფულეს საერთოდ არ მიდევს ჩანთაში. ანუ საფულე არ გაქვს შენ საერთოდ. არა. ტელეფონში გაქვს ყველაფერი. ხო, კი. ხო, მოკლედ არა და 10 წლის წინ ეს ასე არ იყო. ძალიან დიდი ეტაპი გავიარეთ პრინციპში, სანამ აქამდე მოვიდოდით. და ხო, ნაღდი ფული მით უმეტეს ფაქტობრივად არ მჭირდება, იმიტომ რომ თითქმის ყველგან უკვე ან ბარათით იხდი, ან გადაურიცხავ, არა და აქამდე მოსასვლელი გზა საკმაოდ გრძელი და ეკლიანი იყო. მოდი მომიყევი ძველი ამბები და ზოგადად ხო იცი როგორ მიყვარს ხოლმე როცა ისტორიებს მიყვევი. ძველი ამბები, ხო, პრინციპში საიდან მოვდივართ, ხო? ძალიან ბევრი ბანკი იყო, რა ვიცი, მე მგონი 500-მდე ბანკი იყო 90-იანი წლების დასაწყისში, ბანკები ალბათ უფრო ბრჭყალებში, იმიტომ რომ ბევრი მათგანი უბრალოდ რაღაცა თაღლითური სქემა იყო. საქართველოში მაგალითად ბანკი რო დაგეფუძნებინა, საკმარისი იყო ამისთვის $500 რო გქონოდა და სხვათა შორის ჩვენი მხარდამჭერი TBC სწორედ $500 არის თავის დროზე დაფუძნებული. და მე რა თქმა უნდა გაიზარდა. დღეს 50 მილიონი გჭირდება ლარი, ადრე 500 ლარი იყო, ახლა 50 მილიონია. ბევრი რამე შეიცვალა. მე ეს ბანკები ზოგი გააკოტრდა, ზოგი გაიქცა, ზოგი გაერთიანდა და დღეს გაცილებით ნაკლებია. თავისთავად საბანკო პროდუქტებიც ამ პერიოდში იცვლებოდა და 2000-იანი წლების დასაწყისამდე შეიძლება ითქვას, რომ ფიზიკურ პირებზე სესხები თითქმის არც გაიცემოდა. ანუ მხოლოდ იურიდიულ პირებს, ანუ რაღაც კომპანიებს აძლევდნენ და ბიზნესებს, მხოლოდ სესხებს ბანკები, რადგან ძალიან რთული იყო იდენტიფიცირება იმისი თუ გადამხდელი იყო თუ არა ფიზიკური პირი, მაგალითად. ხო შეიძლება სესხი მიგეცა და ვერ გადაეხადა და ამის იდენტიფიცირებისთვის, რა თქმა უნდა, მნიშვნელოვანი იყო, რომ ამ ადამიანს ქონოდა რაღაცა სტაბილური შემოსავალი, მაგრამ ეხლა ხელფასი რო ქვეყანაში იყო, მინისტრს 150 ლარი ქონდა ხელფასი პირობითად, ხო, 90-იან წლებში და 2000-იანების დასაწყისშიც ჩვეულებრივ მოკვდავებს წარმოიდგინე რა ექნებოდა და ამიტომ ჭირდა მით უმეტეს ამ შეიძლება ვიღაცებს ჰქონდათ შემოსავალი, მაგრამ ვერ ადასტურებდნენ. შემდეგ რაღაცები შეიცვალა, ხელფასების მოცულობაც გაიზარდა, ბანკებმაც მოახერხეს ადაპტირება და დაიწყო ფიზიკური პირებისთვისაც, ანუ აი სამომხმარებლო ტიპის სესხების, იპოთეკური და სხვა უზრუნველყოფელი სესხების გაცემაც დაიწყეს ბანკებმა, იმიტომ რომ ადამიანს შეეძლო უკვე საკუთარი შემოსავალი დაედასტურებინა. მაგალითად, მე პირველი სესხი ავიღე 2004 წელს. და მაშინ მუშაობდი
ჟურნალისტად და მქონდა ოფიციალური ხელფასი, მაგრამ 1-2 კვირა მაინც დამჭირდა ბანკში სიარული. ნუ მიმქონდა ეს საბუთები, ხელფასის ცნობა სამსახურიდან, რაღაცა უძრავი ქონების დაზო, მილიონი საბუთი დამჭირდა და პლუს ბანკმა ძალიან დიდხანს იფიქრა, სანამ რაღაცა ძალიან პატარა იპოთეკურ სესხს დამიმტკიცებდა, მით უმეტეს რომ უზრუნველყოფილი სესხი იყო. თუმცა მე 2005 წლიდან უკვე ბაზარზე შემოდის ეს კრედიტ-ინფო საქართველოს, ანუ საკრედიტო ისტორია უკვე ცნობილია სხვა ბანკისთვისაც, მაგალითად, შენ ერთ ბანკში აიღებს სესხს, ამის შესახებ ინფორმაციას უკვე იგებს მეორე ბანკიც და ამან ძალიან გაამარტივა ეს სესხების გაცემა იმ მხრივ, რომ ანუ ადმინისტრირება და შესწავლა რისკების ანალიზი ძალიან გაიოლდა და პრინციპში შემდეგ უკვე ნელ-ნელა დაიწყო ეს გაციფრულებას და ინგლისურად დიჯიტალიზაციას, რასაც ეძახიან, სანამდე დღეს უკვე კი სადაც მოვედით და ამაზეც ვისაუბრებთ. და მაინც აი თუ გაიხსენებ დაახლოებით რა პერიოდიდან დაიწყო რეალური გაციფრულება, ხა 2006-ში და 5-ში ეგ არ მომხდარა. იყო პირველი აი ბარათები გაჩნდა, ბანკომატები გაჩნდა, უკვე სამსახურები იყო, სადაც ბარათზე გერიცხებოდა ხელფასი და რაღაც ხელფასის რიგში არიდექი და ერთი პირველი ბანკომატების ნელ-ნელა გამოჩნდა, უფრო მასობრივად ეხა პირველი ბანკომატი უფრო ადრე იყო საქართველოში, მაგრამ არ იყო ეს მასობრივი გამოყენების. უფრო 2010-იანი წლებიდან, როდესაც აქტიურად გამოჩნდა ინტერნეტ ბანკი, პლუს გამოჩნდნენ მომხმარებლები, რომელსაც ახლა ინტერნეტ ბანკი შეიძლება არსებობდეს, მაგრამ ხალხს კომპიუტერი არ აქვს და მობილურ ტელეფონში ვერ გახსნის ამ ინტერნეტ ბანკს, რა დგინდა, ხო ეგეთი? რატო უნდა შესთავაზო პროდუქტი, რომელსაც ვერ გამოიყენებს. შესაბამისად, როდესაც ადამიანებს გაუჩნდათ საშუალება, რომ ქონოდათ სახში კომპიუტერი, ის ძველი პენტიუმის კომპიუტერები ქონდათ, ხო? და შეეძლოთ ინტერნეტ ბანკში შესვლა, აი ამ პერიოდიდან უფრო იწყება გაციფრულება, მაგრამ საკმაოდ ნელი პროცესი იყო. ჯერ კიდე 2013-14 წლებში, მაგალითად, ბარათით გადახდა ყველგან არ შეგეძლო, ხო? დღეს მე მგონი არ არის დარჩენილი, რა ვიცი, უბნის მარკეტი და რაღაც უბნის ხილბოსნები რო არის, იქაც კი ბარათით ვიხდით და მით უმეტეს გადარიცხვა, რა ვიცი, სადაც არ უნდა წახვიდე, მაგ შორის ბაზრობაზეც და ბაზარშიც შეიძლება რომ უკვე ნაღდი ფულით კერ გადაიხადო, არამედ ან ბარათით გადაიხადო, ან ჩაურიცხო, ხო? კითხავ ანგარიშობ და პირად ნომერს გეტყვის და ჩაურიცხო ანგარიშზე. თითქოს იმდენად ინტეგრირდა ეს ციფრული პროდუქტები და სერვისები ჩვენს ყოველდღიურობაში, რომ მაგის გარეშე წარმოუდგენელიც არის. უკვე ჩემთვის პირადად წარმოუდგენელია, აი ტელეფონი რო დამრჩეს ან დამიჯდეს, ავტობუსში ვეღარ გადავიხდით ანხას, იმიტომ რომ ბარათები აღარ დამაქვს. ხო, ეგ არის ზუსტად, იმიტომ რომ ჩვენი ცხოვრების ნაწილი გახდა, ხო და კი აღნიშნეთ რომ საფულე არ გაგშენ და მე საფულეში მიდევს მხოლოდ ბარათები და პირადობის დამადასტურებელი მოწმობა, ხო? ანუ არ გვაქვს ნაღდფულს ფაქტობრივად აღარ ვიყენებ ძალიან იშვიათად, ხო? და ეს არის სწორედ ამის შედეგი გაციფრულების და რა თქმა უნდა ჩვენ ხვდებით ამაზე დამოკიდებული, მაგრამ ეს თან მეორე მხრივ კარგიც არის, რომ ყველაფერი ძალიან გამარტივდა. ზუსტად მაგას ეხება ჩემი შემდეგი კითხვაც. კი, ყველაფერი კომფორტულია, გავიგეთ, მაგრამ ამასთან ერთად საფრთხეებიც იზრდება, ხო? რა საფრთხეებს შეიძლება რომ მოველოდოთ თუ არსებობს? კი, რა თქმა უნდა, არის, ეს არის პირველ რიგში ეს არის ეგრეთ წოდებული ფიშინგი, ანუ რაღაც ინტერნეტ და კიბერთაღლითობები, როდესაც შეიძლება ჩვენ ანგარიშიდან მოგვპარონ თანხა. ოღონდ ანუ პირობითად ადრე იყო რომ თქვა სახლის კარი ღია უნდა დაგეტოვებინან, მანქანა ღია უნდა დაგეტოვებინან, რაღაცას მოგპარავდნენ ან სახლიდან ან მანქანიდან, შეიძლება საერთოდ მანქანას წაეყვანათ, ხო? გაჩნია რომელ წლებზე ვსაუბრობთ, მაგრამ დღეს არის რომ დღეს სახლის კარის ღია დატოვება ნიშნავს რომ რაღაცა შენი მონაცემები, პირადი მონაცემები გაუზიარო სხვას, ვისაც არ ენდობი, ხო? ან ვიღაც თაღლითის ხელში აღმოჩნდეს შენი მონაცემები და ამიტომ ჩვენი მონაცემები და ბარათის იქნება თუ სხვა მონაცემები არავის ესე არ უნდა გადავცეთ. ნუ აქ არ არის საუბარი, თქვათ, ისეთ ვებგვერდებზე და ისეთ კომპანიებზე, რომლებსაც მაღალი ნდობა აქვს, თქვათ და რაღაცა ხარი ხო გამოწერის გვერდებია, არის თქვათ რაღაცა Apple იქნება თუ Google, რომლებსაც ვენდობით, რომ თქვათ, ჩვენი ბარათს რომ მივაბამთ მათ ანგარიშზე, ან Apple Pay-ზე ჩვენ არ მოხპარავენ აქედან ანგარიშს. მაგრამ ისე ჩვენი პირადი მონაცემები ესე არასანქცირებულად მით უმეტეს ჯობია რომ არავის არ გადავცეთ, იმიტომ რომ ეს საფრთხე სწორედ ანუ ფიზიკური სივრციდან გადავიდა ონლაინ სივრცეში ეს საფრთხე, იმიტომ რომ რეალურად დღეს ტრანზაქციების დიდი ნაწილი, ანუ გადახდების დიდი ნაწილი 99% თითქმის ხდება ონლაინ, ან მობილური ბანკინგის საშუალებით, ან ინტერნეტ ბანკინგის საშუალებით, ან გადარიცხვით, შესაბამისად თაღლითებმაც
გადაწყვიტეს რომ სახლები კი აღარ გაქურდონ და იქიდან კი არ მოიპარონ ფული. პირდაპირ შემოიჭრან ჩვენს ანგარიშებზე და საკმაოდ საფრთხილო თემაა და ამან გაზარდა ამ მიმართულებით რისკები. თუმცა რა თქმა უნდა ეს არ ნიშნავს რომ ჩვენ ამის გამო რაღაცა გაციფრულებაზე უარი უნდა ვთქვათ. კი და როცა მის ხოლმე ესეთი შემთხვევები ყოველთვის ვფიქრობ რომ როგორ შეიძლება რომ ადამიანები მსგავს თაღლითობებში გაებან, იმიტომ რომ ზოგჯერ მართლა ძალიან თვალსაჩინო არის, რომ რაღაცა თაღლითობას აქვს საქმე, რომ რაღაც არარსებული აკაუნტი გიგზავნის რაღაცა ლინკს გეუბნება რომ გადახვიდეთ და ეს ბუნებრივად ეჭვს მიჩენს მე პირადად, რომ რაღაცა არასწორი ხდება ჩემს თავს. ხო. შენ თუ მოგშვია მაგალითად ელექტრონულ პოსტაზე მეილი რომ ნიგერიის პრინცი გარდაიცვალა და მემკვიდრეობა დაგიტოვა. ჩემს შენ ხელა რომ ვიყავი, ანა, მაშინ მეილები იყო ახალი ხილი. რა და ვიღებდით ეგეთ მეილებს, რომ ისო, აი ნიგერიაში რაღაცა პრინცი გარდაიცვალა და თანხა დაგიტოვა, მაგრამ სანამ შენ ამ თანხას მიიღებ, რაღაცა და სანამ გადასულიყავი და ხო, აი სასაცილო ჟღერს, მაგრამ სამწუხაროდ მაშინაც და დღესაც მსგავს თაღლითურ სქემებზე ტყუდებიან ადამიანები. მე მესმის რომ შეიძლება ადვილად ხდებოდნენ, მაგრამ შენთვისაც კი შეიძლება დამაბნეველი იყოს ხშირ შემთხვევაში. შეიძლება არ გამოვრიცხო. ისეთ მეთოდებს იყენებენ. მე მგონი იმაში გამიმართლა რომ ზოგადად გამოწერების ადამიანი არ ვარ და არაფერს ვიწერ ხოლმე და ამიტომ ვიღაცა მეილი რომ მომწეროს ან SMS-ი რომ თქვენი ამანათი გაიჭედა ან რაღაცა ხშირად არის ესეთი შემთხვევები რომ წერენ ხოლმე თაღლითობის მიზნით. მსგავსი SMS-ები და მეილები არ მომდის. მე მომსულია მიუხედავად იმისა რომ შეიძლება მეც არა ვარ გამოწერების ადამიანი მე მომსულია რომ რაღაცა თქვენი ამანათი გაიჭედა და ამისთვის გადადით მულზე და რაღაცა მონაცემები შევსეთ მე იმ წუთში ვხვდები მაგრამ ვინც იწერს წარმოიდგინე ხა იმ ადამიანის შეიძლება უცებ დამაბნეველი იყოს ხო აი რას უნდა მივაქციოთ ყურადღება გიორგი სანამ შეკითხვას პასუხს გამცემ მანამდე აუცილებლად გამოგვიწერეთ YouTube-ზე, Instagram-ზე, TikTok-ზე, გამოგვყევით Spotify-ზე, ასევე Facebook-ზეც ვართ და დაგვისვით შეკითხვები, ჩვენ ვეცდებით რომ თქვენ შეკითხვებს გავცეთ პასუხები. ხო, რა უნდა გავითვალისწინოთ? ხო, პირველ რიგში ის რომ დავფიქრდეთ, როცა რაღაცა შეტყობინება მოგდის ტელეფონზე იქნება, ან არის ხოლმე რომ რაღაცა ცნობილი კომპანიის სახელს იყენებენ, რომ ესა და ეს კომპანია არის იუბილარი და ამისთვის აცხადებს რაღაცა პრიზებს ან საჩუქრებს არიგებს და ამისთვის უნდა შეავსოთ რაღაც განაცხადი და იქ შესავსებად გთხოვენ შენი ბარათის მონაცემებს და არის შემთხვევები, როდესაც შეიძლება ადამიანის მაგალითად ცესხიც კი აიღონ თაღლითებმა და იყო ასეთი შემთხვევები საკმაოდ ხშირი, როდესაც წარმოიდგინე რომ შენი მობილური ბანკის მონაცემებს თუ აძლევ და მე SMS კოდი რომ მოგივა იმასაც თუ ვიღაცას მიწერ, თავისთავად შეიძლება მე აიღონ შენს მაგივრად ცესხი და მე წარმოიდგინე რომ შენ ცესხი გაქვს გადასახდელი და პლუს შენი ფული ვიღაცამ აიღო, შენი კი არა და შენი სახელით ცესხი აიღო, ეს ფული გამოიტანა დახარჯა. და მე ეს ცესხი შენ გაქვს გადასახდელი. ხო და თან გამოძიება ძალიან რთულია ზოგადად ასეთ საქმეების, მაგრამ პოლიცია მე ვფიქრობ უფრო აქტიური უნდა იყოს მსგავსი საქმეების გამოძიებისას. უნდა გავითვალისწინოთ ის რომ ცოტა ხანი დავფიქრდეთ, ეს არ მოითხოვს რაღაცა ბირთვული ფიზიკის ცოდნას, რომ ძალიან რთული მისახვედრი არ არის, ან ამას აღნიშნე რომ ძალიან მარტივია ხშირ შემთხვევაში. უბრალოდ უნდა დავფიქრდეთ, რომ ეს რაღაცა რეალობას შეიძლება არ შეესაბამებოდეს ის რომ მაგალითად უცებ ცნობილ კომპანიას არ გაუჩნდება სურვილი რომ უბრალოდ დაარიგოს ფული ან რაღაცა უცხო ნომრიდან არ დაგირეკავს ბანკი ვთქვათ ხო ესეთი ჩვეულებრივი მობილურის ნომრი და როგორ წარმოგვიდგენე ხა დიდი ბანკების ნომრები მით უმეტეს ზეპირად ვიცით მე მგონი ყველამ და რაღაცა ჩვეულებრივი ნომრიდან რო გირეკავ გამარჯობა ბანკიდან გაწუხებთ და თუ შეიძლება თქვენი ეს მონაცემი აი ხა კოდი მოგივა და ეს გითხარით და რაღაც ამიტომ უნდა დავფიქრდეთ და სკეპტიკურად შევხედოთ, იმიტომ რომ თვითონ ეს თაღლითებიც ცვლიან სხვათა შორის იმას მუშაობის ფორმებს. ხშირად მათ ფსიქოლოგებიც ყავთ ჩართული და ძალიან კარგად იციან როგორ უნდა აცდუნონ, ასე ვთქვათ, ადამიანები ასეთ შემთხვევაში რა. გიორგი, ხო არსებობს კლონირებული ვებსაიტები, მაგალითად, ხო არის Amazon-ი და აწერია შეიძლება რაღაც Amazon-ი ან რამე. მსგავსი ეგეთი არარსებული საიტები. ხო, არარსებული და პირდაპირ თაღლითურია შეიძლება ითქვას. წარმოიდგინე რომ აი ხო Amazon-ის სახელი შეუცვალოს. ერთი ასო შეიძლება გადაანაცვლონ, ან მაგალითად ბანკის ვებგვერდი შეიძლება შეცვალონ და ფერები რაღაცები დაამთხვიო, რომ ინტერნეტ ბანკს გავდეს. ადრე იყო სხვათა შორის საპენსიო სააგენტოს ვებგვერდი შეცვალეს და იქ
უთხრეს რომ აი შეიყვანეთ თქვენი მონაცემები და როგონია რომ საპენსიო სააგენტო შეიძლება შეიყვანო რაღაც მონაცემები, მაგრამ კიდევ ერთხელ ვიმეორებთ რომ არ უნდა შეიყვანოთ არსად თუ არ იცით ზუსტად. ამიტომ უნდა დავაკვირდეთ ვებგვერდებსაც რა. აი ეს HTTP რო არის, სანამ ვებგვერდის დასახელება დაიწყება, მან თუ არ ახავს SC HTTPS უნდა ეწეროს, ანუ security, რაც ნიშნავს, რომ დაცული და უსაფრთხოარი ეს ვებგვერდი, ანუ ყველა დიდ გვერდს, ანუ Facebook-ს, Google-ს, YouTube-ს, სადაც რა თქვა, რაღაც ბარათის მიბმა ხდება, ყველას ეს ASO ახლავს ამ HTTP-სთან ერთად და ამასაც უნდა დავაკვირდეთ და სახელს აუცილებლად უნდა დავაკვირდეთ, რა ზუსტად როგორ წერია მართლა amazon.com-იან იბუი რო არ შეხვდეს ან რაღაცა ეგეთი, რომ არ აღმოჩნდეთ რაღაცა თაღელი თუ გვერდზე, რომელიც ძალიან შეიძლება გავდეს, ვერ გავარჩიოთ ადვილად და შემდეგ ჩვენი მონაცემები აქედან მოიპარონ. რამდენიმე რჩევას ჩამოვთვლი, რაც ასევე უნდა გაითვალისწინო, ხო რომ ნუ არ უნდა გადავინეს საეჭვ ბმულზე, არ უნდა უცნობ ვებგვერდებზე საერთოდ არ უნდა შეიყვანოს საკუთარი მონაცემები და პირადი ინფორმაცია და ბარათის მონაცემები მით უმეტეს არ უნდა გაუზიარონ არავის. მაგალითად საქართველოში იყო ძალიან ბევრი ადამიანი, რომელიც აი ეს ბარათი რო ქონდა ბანკის სადებეტო ბარათი რა, ზედა წერდა თავის პინს რო არ დავიწყებოდა. აი 4 ციფრიან პინს თვითონ ბარათი, ანუ ბარათი რო დაეკარგა, ჩათვალე რომ ვიღაცა ძალიან მარტივად რა თქმა უნდა არ არის უსაფრთხო. გამოიტანდა, მაგრამ დამახშორება ზოგს უჭირდა და ამასაც აკეთებდა. ხო, მე ისიც არ მოუწევს ბანკომატთან რო დგახარ ფულის გამოსატანად, კი ხშირად არ გვჭირდება და ვიღაცა იქვე რო გიდგას, იქვე რო გიყურებს რა თან და თვითონ არაფერი რიგში დგას არა და შენს მერია, მაგრამ რაღაცა დისტანცია ხო უნდა დაიცვან, არა? ის გვერდზე გიდგას, კაი, მეგობარივით და გიყურებს რას ანუ ჯერ რაში ვიცი რა საქმე ხო რა თანხას არ ნახდება ასე შემდეგ და ასე შემდეგ. ნამდვილად მეც ყოველთვის დისკომფორტი მექნება ხოლმე, ამიტომ თუ მოგიწევს გაითვალისწინეთ, რომ ცოტა დისტანცია დავიცვათ. ხო და თუ რა მეჭვი გაგვიჩნდა, ხო, აუცილებლად უნდა დავბლოკოთ ბარათი, ან ბანკს გავაგებინოთ, მე შევატყობინოთ აუცილებლად პოლიციასაც, რომ საქმე დაიძრას. კი რთულია ასეთ საქმეების გამოძიება, მაგრამ აუცილებელია რომ გამოიძიონ და აუცილებელია რომ შევატყობინოთ, იმიტომ რომ თუ გვინდა რომ მე რაღაცა თუ და დაზღვევა ჩავრთოთ ამ დროს ხო კიდე აი ეს არ დამავიწყდეს ბარათის დაზღვევას არსებობს სამიდე უსაფრთხოება არსებობს ასევე SMS ბანკინგი ანუ SMS-ი რომ მოგდის ყველა გადახდაზე ეს ჩართული უნდა კონდეს რომ თუ უცებ რაღაცა ისეთი ტრანზაქცია მოხდა ხო ჩვენი ბარათით გადაიხადეს იმ წუთშივე ეს მონაცემები გავიგოთ და შესაბამისად მივიღოთ ზომები რომ მალევე დავბლოკოთ ბარათი ან სად მოხდა ეს ტრანზაქცია ან საიდან გამოიტანეს ჩვენი ფული. ასევე ტელეფონებზე პაროლების და პასვორდების დაყენება საჭირო ცოტა რთული სახა. 1-დან 8-მდე რიცხვი და რაღაცა პასვორდ არ უნდა გქონდეს რა. თვითონ პასვორდი სიტყვა არ უნდა გქონდეს პაროლად. იმიტომ რომ რაც უფრო რთულია პაროლი, მით უფრო ურთულდება, ვთქვათ, კიბერდამნაშავეს, ასე ვთქვათ, ჩვენს ანგარიშებზე და ჩვენს პირად, ვთქვათ, მეილზე იქნება თუ სხვა სოციალური ქსელების გვერდებზე წვდომაც და სანდო ვებგვერდებზე, რა თქმა უნდა, შეგვიძლია რომ შევიყვანოთ რთული პასვორდები აუცილებლად და ასე მნიშვნელოვანია რომ აი ეს პასვორდების შენახვის სისტემებიც არსებობს და უნდა დავაკვირდეთ კარგად რამდენად სანდოა თვითონ ესეც რომ ჩვენი პასვორდების შესახებ ინფორმაცია რამდენად შეიძლება გადავცეთ. ძალიან დიდი მადლობა, მგონი რომ საინტერესო ეპიზოდი გამოგვივიდა, ბევრ საინტერესო და ხო, მეც აი გადავხედა, მე მგონი არაფერი გამორჩენია, რეალურ ფაქტებს ვკითხეთ და გიპასუხეთ მოკლედ რა. რეალურ ფაქტებს შევეხეთ და იმედი მაქვს ვისწავლით ამის მერე და გვეცოდინება როგორ უნდა მოვიქცეთ, თუ გავხდით, თუ რაიმე საეჭვო შევნიშნეთ, ან ჩვენს მეილზე, ან მობილურზე, ან დაგვირეკეს და ასე შემდეგ, თუ რაიმეს დაამატებდი, დავამატოთ. არა, მე მგონი პრინციპში ეგ არის. შევაჯამოთ დღევანდელი გადაცემა, ჩვენ ვისაუბრეთ გაციფრულებაზე, როგორ მოვედით აქამდე, საიდან სად მოვედით, მოკლედ და მე ვფიქრობ, რომ ამ მიმართულებით სიახლეები კიდევ წინ არის ქართული საბანკო სექტორის ხოთა შორის ყოველ წელს იგებს რაღაც პრიზებს ამ მიმართულებით, რომ ყველაზე საუკეთესო ბანკები სოფლიოში ამ ციფრული თვალსაზრისით, ტელეფონით გადახდებითაც
რომელსაც საკმაოდ წინ ვარ, შეიძლება ითქვას და პირველ ადგილს ავწმობთ ხოლმე სხვა ნომინაციებში, მაგრამ ყველაფერი წინ არის, ვითარდება საბანკო სექტორი ამ მიმართულებითაც და რა თქმა უნდა, ამ მხრივ ძალიან მნიშვნელოვანია, რომ საბანკო სექტორმაც და ეროვნულმა ბანკმაც უფრო მეტი გააკეთონ აი ამ კიბერთაღლითობასთან და კიბერდანაშაულთან ბრძოლის კუთხით, სახელმწიფოს თავის კუთხით უნდა ჩაერთოს და ჩვენც მედია საშუალებები შევეცდებით რომ დავუთმოთ ამას ჩვენი დრო და ყურადღება. პატარა ვიდეო კი გქონდა ამ თემაზე, მაგრამ გადავწყვიტეთ რომ უფრო ვრცლადაც გვესაუბრა, რომ მეტ ადამიანს ჰქონდეს ინფორმაცია კიბერთაღლითობების და ეგრეთ წოდებული ფიშინგის შესახებ. პრინციპში ეს იყო ჩვენი დღევანდელი გადაცემა, ნელ-ნელა დაგემშვიდობებით, შეგახსენებთ რომ უნდა გამოგვიწეროთ YouTube-ზე, გამოყვეთ, უყუროთ ჩვენს ვიდეოებს, მოიწონოთ კიდეც და სხვა სოციალურ პლატფორმებზეც მოკლე-მოკლე ძალიან საინტერესო ვიდეოებსაც დებთ და ეს ყველაფერი იმის გამო, რომ ჩვენი მხარდამჭერია TBC და გვეხმარება ამ საქმეში. ძალიან დიდი მადლობა მას. მოვალ შეხვედრამდე.